სააკაშვილის მთავრობის მეხუთე პრემიერი შეძლებს თუ არა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ფინანსური კრიზისის დაძლევას. რატომ მიიღო მძიმე მილოცვა ნიკა გილაურმა? ეს არის ალბათ ძალიან მძიმე მილოცვა, ვინაიდან მის ალოცი რეალურად არაფერი გაქვს. დეკორატიული და უუფლებო მთავრობა თუ გუნდი, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას გეგმავს. რატომ თulis ოპოზიცია, რომ მთავრობაში ორი კაბინეტია? თუ თქვენ ამას არ დაამთავრებთ, ხალხი დაამთავრებს ამას. უმრავლესობამ გილაური დაამტკიცა, ახლა გილაურმა უნდა დაამტკიცოს, რომ მთავარ გამოწვევებს გადაჭრის. პოზიციაში ნიკა გილაურის პრემიერა და დავით ბაქრაძე, რომლის პარლამენტმაც დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს ნდობა გამოუცხადა. ჩვენ დაუჭერთ ხარს მიუხედავად წინა გამოსულთა რიტორიკისა. რატომ არ დაუჭირა მხარი გილაურის კაბინეტს ოპოზიციამ და რა პრეტენზიები აქვს უმცირესობას ახალ პრემიერთან? შეიძლება გილაურის ნატურა ანათებს, მაგრამ გილაურის ფული არ ჩხრიალებს ამ ოჯახებისა და ადამიანების ჯიბეებში. ერთმანეთის პირისპირ გიორგი თარგამაძე და მიხეილ მაჭავარიანი. მაშასე პოზიცია იწყება და ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმარი რამდენიმე საათის წინ გაპრემიერებული ნიკა გილაური ამ პოსტზე დანიშნვის შემდეგ პირდაპირ ეთერში ის ჩვენს სტუდიაში პირველად ისაუბრებს. საღამომშვიდობისა ბატონო ნიკა, დიდი მადლობა რომ მობრძადით, იმედია კარგი ფეხი გაქვთ. საღამომშვიდობისა, მივესალმები თქვენს მაყურებელს და გილოცავთ პირველ ეთერში გასვლას. ალბათ თქვენც უნდა მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცება პარლამენტის მიერ. შეიძლება, თუმცა ბევრად ძნელი მოსალოცია ეს პოზიცია ამ ეტაპზე. თქვენ რამდენიმე საათის წინ დაგამტკიცათ პარლამენტმა და ბოლო 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში უკვე მეოთხე პრემიერი ბრძანდებით. რამდენად ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ამ პოსტს თქვენი აზრით? ამას დრო გვაჩვენებს. კი ბატონო, იმედი გაქვთ რომ მაინც დიდხანს იქნებით პრემიერი. ბევრი ამბობს რომ შესაძლოა იმედი მაქვს რომ ბევრს გავაკეთებ ქვეყნისათვის, თორე რამდენი ხანი ვიქნები პრემიერი, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენმა წინამორბედმა წასვლის მიზეზზე თერმი აქვს მისი ფრაგმენტი ბრიფინგიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა როდესაც დაასახელა, ის თქვა რომ დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ქვეყნის პრემიერი 3 თვე არ იყოს შოულ სამუშაო ფორმაში. დღეს ქვეყანას ჭირდება მთავრობა და პრემიერი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობა შეძლებს. ჯანმრთელობის ცნობა თუ წარადგინეთ მთავრობასა და პარლამენტში. იმიტომ რომ თქვენ ეს მოგთხოვეს პირველივე დღეს, როდესაც წარგადგინეს. ჯერ არ წარმიდგენია თუ ამას მართლა მოითხოვს პარლამენტი, რა თქმა უნდა წარუადგენ, თუმცა არ უჩივი ჯანმრთელობას. ძალიან კარგი და გადავიდეთ უფრო საქმიან ნაწილზე. უმუშევრობის ცდის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება. თქვენ ეს დაასახელეთ მთავარ პრიორიტეტებად და საინტერესოა როგორ აპირებთ ამ ყველაფრის მიღწევას ინფოზე, როდესაც გაეროს მონაცემებით 14%-ია საქართველოს უმუშევრობის დონე, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია და იგივე მსოფლიო ბანკის პროგნოზით 100,000-ით კიდევ უნდა გაიზარდოს უმუშევართა რიცხვი და შესაძლოა ამას 350,000 მიაღწიოს. და საერთოდ მოწმდება თუ არა ეს მონაცემები? უკაცრავად დღეს უკვე ოპოზიცია მეჭვი გამოთქვა ამ ციფრებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენ გადავდგოთ ყველა ნაბიჯს აუცილებელს იმისათვის, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული, ანუ დავძლიოთ უმუშევრობა ამ ქვეყანაში. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ გლობალურ ფინანსურ კრიზისს, ჩვენი ამოცანა იქნება შევინარჩუნოთ ის რაოდენობა სამუშაო ადგილებში, რაც ქვეყანაში, იმიტომ როგორც ხედავთ, ეს პერიოდის განმავლობაში რეალურად უმუშევრობა იზრდება, სამუშაო ადგილები იკარგებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მომავალში ჩვენ საკმაოდ მძიმე წელი გველის წინ და რეალურად ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები სხვა სექტორებში მაინც შევქმნათ და თუნდაც დონორებიდან მოზიდული თანხებით, თუნდაც ინვესტიციებიდან მოზიდული თანხებით შევძლოთ, რომ ის სამუშაო ადგილების რაოდენობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში პირველ ეტაპზე, რომელიც გაგვაჩნია. თუმცა, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი მიზანი, არა ამ წლის გრძელვადიანი მიზანი არის მუშევრობის დაძლევა და იმდენი სამუშაო ადგილის შექმნა ამ ქვეყანაში, რომ აი ეს პრობლემა იქნას მოხსნილი. ბატონო ნიკა, დღეს ერთ-ერთი პრეტენზია საპარლამენტო მოსმენაზე გამოითქვა კერძო სექტორთან დაკავშირებითაც, იყო იქ საუბარი საბანკო სფეროზე, ის რომ სამშენებლო კომპანიებს ვთქვათ პრობლემები შეექმნა, ზოგი გაკოტრების პირას არის და ოპოზიციამ ასე ვთქვათ მოითხოვა მთავრობისგან უფრო ქმედითი დახმარება. კონკრეტულად რას თავაზობთ ბიზნესმენებს და რა დახმარება გათვალისწინებული ვთქვათ ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე კერძო სექტორისთვის? კერძო სექტორის ერთმანეთში ურთიერთობაში ნამდვილად სახელმწიფო ვერ ჩაერევა და არ უნდა ჩაერიოს. ის რაც მოთხოვნილი იყო გარკვეულწილად ოპოზიციამ რაღაც სექტორული მიდგომა, რომ რომელიღაცა კონკრეტულ სექტორს გაუკეთოთ საგადასახადო შეღავათები ან სუბსიდირება. ესეც გრძელვადიან პოლიტიკაში, ესეთი პოლიტიკაც, ესეთი ეკონომიკური პოლიტიკაც ვერ ამართლებს და არ გაუმართლები არც ერთ ქვეყანაში, რომ აი მაინდა-მაინც არ ვიცი, სოფლის მეურნეობას ან მაინდა-მაინც ნებისმიერ სამშენებლო ბიზნესს ან საბანკო ბიზნესს ან რომელიმე სპეციალური რომელიც გამონაკლისები გაუკეთოთ. ესეთი გრძელვადიანი, ესეთი პოლიტიკური მიდგომა შეუძლებელია, თუმცა ერთჯერადი აქცია, ერთჯერადი გადაწყვეტილება შესაძლებელი იქნას განხილული.
დიახ, იმიტომ რომ კერძო სექტორი დასახელდა, იმიტომ რომ უკვე ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა, დაიწყო შემცირებები ამ კერძო კომპანიებში და აქ საუბარი იყო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შესაძლოა ერთჯერადი, მაგრამ უფრო ქმედი დახმარებაზე. იცით რა არის ჩვენ სხვა მიდგომას გაგვაჩნია არა მარტო ის თქვათ სახელმწიფოს კონკრეტული ჩარევა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თქვათ იგივე დონორთა თანხები. ეს მაინტერესებს კონკრეტული სფეროები თუ გაქვს შერჩეული უკვე დახმარების. იგივე დონორთა თანხებთან რაც არის დაკავშირებული, თუნდაც დონორები არჩევენ ზოგ შემთხვევაში მიმართულებებს, იგივე თქვათ დონორთა თანხებს რო შევხედოთ საბანკო სექტორში მათ რეალურად 500 მილიონ დოლარიანი, ასე ვთქვათ, საინვესტიციო პაკეტი გააჩნიათ. ეს პაკეტი ჯერ არ შემოსულა ქვეყანაში, რაღაც ნაწილი ხელმოწერილი არის ნაწილ ხელშეკრულებებზე, ნაწილ ხელშეკრულებებზე მოეწერება ხელი უახლოესი კვირეების განმავლობაში და ეს ინვესტიციებს რეალურად განხორციელება საბანკო სექტორზე. ესეც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, კერძო სექტორისთვის დახმარება, თუმცა ამას უკვე თვითონ დონორები აკეთებენ, თუ კერძო სექტორი დონორთან მოლაპარაკებებში ასრულებს და არა სახელმწიფო შუამავლობით ან სახელმწიფო გარანტიებით შესრულდება ესეთი ხელშეკრულებები. გასაგებია, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვენ, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყავით, თქვენ და სხვა მინისტრებმაც შენიშნა დაიმსახურეთ პრეზიდენტისგან და მაშინ ეს ყველას დაამახსოვრეთ. მოდით ერთხელ ვნახოთ კიდევ ეს და შემდეგ ჩემი კითხვა. თუ არის საშუალება რომ ეს ფრაგმენტი ნახოთ, შეგვიძლია ჩვენ განვაგრძოთ საუბარი და შემდეგ ვნახოთ ეს ფრაგმენტი. კარგით. 100 ლარი არ ვიცი მაგრამ ეს როგორ შეიძლება ფინანსთა მინისტრმა იწოდოს სამხმარებლო 100 ლარი 105 ლარი სოციალური მინისტრი იცის რამდენი 105 ლარი შარშან იყო 120 და წასათვლი 104 ლარი არა სამხმარებლო კალათა მინიმალური ადამიანზე 105 ლარია თუ 105 ლარი ადამიანზე ოჯახზე იყო ალბათ 120 ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამაზე უნდა ავიღოთ კურსი მე მართლა მიმაჩნია რომ ეს არ არის სწორი როცა თავრობას ეს ციფრები ავტომატურად არ არის ჩამოყალიბებული. ბატონიკა დღეს რამდენია სამხმარებლო კალათა და თქვენი პროგრამის მიხედვით იქნება თორე ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი ამ მინიმუმით. 2007 წელს ერთსულ მოსახლეზე მინიმალური სამხმარებლო კალათა იყო 105 ლარი, ხოლო ოჯახზე ორ კაცი ორსულიანი ოჯახზე იყო 160 ლარამდე დაახლოებით 158 ლარი. 2008 წლის საბოლოო მონაცემები ახლა არის და თუ არ ვთქვი 115 ლარამდე არის ერთ სულზე, ერთ დასწრულ ადამიანზე მინიმალური სამხმარებლო კალათა. და ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება თუ არა? არა, ეს არის მინიმალური კალორიების ეს მოდით სხვა ტერმინები არსებობს ამაში მიმართებაში ეს არის ის მინიმალური კალორიები რაც ადამიანმა მიიღოს ასე ვთქვათ აი ეს ითვლება სტატისტიკურად. გასაგებია, კარგით, როდესაც სოციალურ თემებზე ვსაუბრობთ, დღეს ძალიან ბევრი კითხვა ასევე თქვენი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაისვა ჯანდაცვის სფეროზე და იგივე არის ბრალდებები, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება პირველადი დახმარების გარეშე. ეს იყო პოზიციის ბრალდებები. რამდენად ეთანხმება? ეს არ არის სწორი, პრინციპში მოხდა ტრანსფორმაცია ამ პროგრამის და თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ეს პროგრამა სხვა სახით წარუდგება. ანუ ეს იყო საუბარი, რომ რაღაც კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებზე იგივე დაზღვევები გამოყოფილი და შესაძლოა ეს ამომრჩევლის გამო იყოს, რომ ეს ადამიანები არიან მთავრობის და ხელისუფლების ამომრჩევლები, დღეს ოპოზიცია ამბობდა ამასაც. მე მესმის, რომ ოპოზიციის ასე ვთქვათ ფუნქცია და აუცილებლობა რომ აკრიტიკოს მთავრობა და რა თქმა უნდა, ბევრი საკრიტიკოს არის და იქნება კიდევაც, იმიტომ რომ არ თვლით, რომ მათი არგუმენტები მისაღები იყო? ის არ არის საკრიტიკო, ვინც არაფერს არ აკეთებს. ადამიანი და გუნდი, რომელიც აკეთებენ ძალიან ბევრს, ყოველთვის აი ამ საქმის შესრულების დროს რაღაც შეცდომების მოზიდვა და საკრიტიკოც არის ხოლმე. მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრ დამახინჯებულ ფაქტს და არასწორი ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას და ეს არის მხოლოდ სამწუხარო. კარგი, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, შემდეგ გვეყოლება უმცირესობის ლიდერი და ვიცე-სპიკერი და ორი მთავარი გამოწვევა გაქვთ ასახული პროგრამაში, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ და მეორე ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც თქვენ პირობას დებთ, რომ მე ამოკითხვა მინდა პროგრამიდან, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკის გზით მიაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას. როგორ აპირებთ ამას? ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალურად ის მონიტორები ევროკავშირის წარმომადგენელი მონიტორების გააქტიურება მოხდეს. აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდნენ და იქ გააკონტროლოს სიტუაცია. როგორ მოხერხდება? ეს საერთაშორისო დიპლომატიის მიზანი იქნება სწორედ ეს. ანუ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი გაქვთ უფრო. ბატონიკა, როგორი პრემიერი იქნება გილაური? ჩვენ ამ კითხვით მიმართეთ თქვენს ყოფილ, ასე ვთქვათ, წინამორბედებს ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მოდით მოვისმინოთ მათი კომენტარები, მათი პოზიციები. ვერავინ ამ თავრობაში ვერ იქნება წარმატებული ყველა შევა ისტორიაში, როგორც საქართველოს ტერიტორიების დამკარგველი თავრობა. საქართველოსთვის 2004-2007 წლები იყო წარმატების წლები,
და ბუნებრივია ყველა ადამიანი, რომელიც მაშინ მთავრობაში მოღვაწეობდა, მათი როლის შესაბამისად იყვნენ წარმატებული. ადამიანების შეფასდება საბოლოო ჯამში შედეგით და თუ ვინმეს დღეს ილუზია აქვს, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის ფრაზა, რაც წერა თქვი, რომ საქართველოს დაკარგავს ტერიტორიებს, მაგრამ ყოველი მათგანი ცალ-ცალკე შეიძლება აღმოჩნდნენ წარმატებულები, რას უკაცრავ, ასე ვერ მოხდა. ნიკა გილაური იყო და არის ძალიან ეფექტური ფინანსისტი, ძალიან მცოდნე, ძალიან დისციპლინირებული, ძალიან ენერგიული. ნიკა გილაურს ჩემი აზრით აქვს ყველა წინამძღვარი იმისა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში იყოს ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი. მე არ ვთვლი, რომ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები და ჩემი რჩევაც პრეზიდენტის მიმართ იყო, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე განხილული იყო ფინანსთა მინისტრის და პირველი ვიცე-პრემიერის კანდიდატურა, ნიკა გილაურის კანდიდატურა. ყველაზე კრიტიკული თქვენ შეფასებებში იყო ზურაბ ნოღაიდელი. ამ დროს ზურაბ ნოღაიდებმა მოგიყვანეთ თქვენ თავის დროზე მთავრობაში. რამდენად მტკივნეული ან როგორ უყურებთ იმ ფაქტს, როდესაც ის დღეს თქვენი ოპონენტია და ძალიან ხშირად მთავრობა სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს? ჯერ ესეთი იქიდან დავიწყებდი, რომ ზურაბ ნოღაიდელს არ მოუყარი მე მთავრობაში. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის კადრი იყო ეს ძალიან ადრე, როდესაც თქვენი მთავრობა. მე სიმართლე გითხრა, თავის დროზე არც არავის არ ვიცნობდი, სულ აი ესე შემთხვევით აღმოჩნდი, ასე ვთქვათ. ჩემი რევოლუციის შემდეგ, რევოლუციიდან არც არავის არ ვიცნობდი, არც მიხეილ სააკაჩოს, არც სულობჟანიას, არც ნოღაიდელს, არც ნინო ბურჯანაძეს. ჩემი ამბიცია მაშინ იყო ერთადერთი, რომ შემეტანა ჩემი წვლილი საქართველოს ენერგეტიკაში. ეს იყო მართლა ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი გადამტეხი სექტორი ქვეყნისათვის. მე ჩემთვის ვიცოდი ის გეგმა მქონდა შემუშავებული, იმიტომ რომ ამ სექტორში მუშაობდი რაღაც პერიოდის განმავლობაში. მე ვიცოდი რა უნდა გაკეთებულიყო ენერგოსექტორისათვის და აი ეს ამბიცია გამოჩნდა, რომ საქართველოს ენერგოსექტორში შემეტანა გადატეხა და მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო 24 საათიანი ენერგომომარაგება. ეს ერთ-ერთი მინისტრი, ვინც ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პოსტი. ეს იყო ერთ-ერთი ამბიცია, რაც მე მომაძრავებდა მაშინ, როდესაც დავთანხმდი ენერგეტიკის მინისტრობის პოსტს. მაგრამ ჩვენი საუბარი დავიწყეთ ზურაბ ნოღაიდელით, გასაგებია რომ თქვენით მოხდით, ასე ვთქვათ, მთავრობაში, მაგრამ დღეს როგორ უყურებთ? ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან, ის თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც თქვენ კაბინეტის წევრი იყავით. პირიქით კითხვები მაქვს მე, მაგალითად, რომ ისეთი პოზიციები მესმის, რომელიც ხშირ შემთხვევაში მისი პრემიერობის დროს ასევე არსებობდა, ან კიდევ უარეს მდგომარეობაში არსებობდა, ვთქვათ, ქვეყანაში. და ბატონო ნიკა, როგორ აპირებთ მუშაობას ადამიანთან, რომელიც თქვენი კანცელარის უფროსია დღეს და საჯაროდ ის თქვენი მისამართით ასეთი განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდებოდა? დღეს ჩვენ განმარტოთ განცხადი იმას, რომ ენერგეტიკაზე დაიხარჯება ფული, როცა მე ვერ ვხედავ ვთქვათ მე რა მოხდება ენერგეტიკაში და ალბათ ენერგეტიკის მინისტრი ვერ ხედავს, ან დებილი უნდა იყოს, ან მართლა ვერ ხედავდეს, ან უნდა გააგდოთ სამსახურიდან. ლოთური გავიკე რა განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრს, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის არ ვიცი, რაღაცა გააკეთე განცხადება და ვერ გავიგე, თუ განმარტავ მე ვერ გავიგე მართლა. ძალიან კაი, რაც შეეხება რეფორმის დაამთავრდა მე განმარტავ. რას უპირებთ ბენდუკიძეს? საბოლოო შედეგი ხო მივიღეთ. საბოლოო შედეგი, რაც უნდა კამათი ყოფილიყო, საბოლოო შედეგი იყო ის, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ენერგოსექტორი, რომელიც არის ყველაზე მდგრადი მთელს რეგიონში. ანუ აქედან პასუხობთ ხა მაშინ და შენიშნას? არა, ხო, რა თქმა უნდა, ბევრი კამათი არსებობდა, როგორ უნდა რა გზით უნდა წასულიყო განვითარება ენერგოსექტორში. ჩემი აზრით ისე უნდა ყოფილიყო, როგორც გაკეთდა და როგორც ხედავთ, საბოლოო შედეგი გვაქვს. და ჩემი კითხვა იყო, რას უპირებთ ბენდუკიძეს, ის თქვენი კანცელარის უფროსია? ის კანცელარის უფროსია, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მე აუცილებლად ვიქნებ მასთან კონსულტაციები, მე პირიქით დიდი სიამოვნებით ვიქნებ მეყოლებოდა კახა მრჩევლის რანგში, თუმცა კანცელარის უფროსად მე სხვა ადამიანი მეყოლება. ანუ მას ათავისუფლებთ, ეს არის თქვენი ერთ-ერთი საკადრო გადაწყვეტილება. არა, უნდა ვაკეთო ამას გათავისუფლებას, უბრალოდ მე ვთვლი, რომ კანცელარის უფროსად სხვა ადამიანი უფრო შესაძლებელი. მაგრამ ის დარჩება გუნდის წევრად? მე დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან კონსულტაციები. გასაგებია, და მთავრობის ბოლო ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება ეს იყო ენგურჰესი, საკითხი, რომლის ირგვლივაც ძალიან ბევრი ასრთა სხვადასხვაობა იყო. მემორანდუმი ერთობლივი მართვის შესახებ გაფორმდა რუსულ ინტერაოსთან, რაც ძალიან მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციამ. საინტერესოა თქვენ როგორც ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის შეფასებაც და არა მხოლოდ როგორც პრემიერ-მინისტრის, კარგად იცნობთ ამ სფეროს, რა რისკებს შეიცავს ეს მემორანდუმი? თუ გახსოვთ, ჩემი ბიუროზე მისვლისას შევპირდი კიდევაც ოპოზიციას, რომ ვაჩვენებდი ამ მემორანდუმს, ეს მოხდა კიდევაც.
გუშინ წინ ოპოზიციას ჰქონდა საშუალება რომ ენახა მემორანდუმი. მემორანდუმის ნახვის შემდეგ თვითონ დაადასტურეს რომ ვერანაირ რისკებს და ვერანაირ საფრთხეებს ვერც ენგურჰესისთვის, ვერც ქვეყნისთვის, ვერც მოითხოვეს მესამე მხარის ჩართვა. დავამთავრეთ შეიძლება ვერც უარყოფით ვერაფერს ისინი ვერ ხედავენ ამ მემორანდუმში. მათ უბრალოდ მოითხოვეს რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში იყვნენ ჩართულაც, ამაში არანაირი პრობლემას ვერ ხედავ. პირიქით მე ვთვლი რომ ეს მემორანდუმი გარკვეულწილად უსაფრთხოების გარანტია არის, თუნდაც იმ თანამშრომლების, რომელიც ახლა ენგურჰესზე მუშაობენ, რომელთაც ძალიან რთულია დამერწმუნედ ამ სიტუაციაში, ამ პერიოდში მუშაობა. მაგრამ შეიცავს თუ არა ეს გარკვეულ რისკებს, როდესაც ეს მემორანდუმი თითქმის არანაირ რისკს არ შეიცავს საქართველოსთვის. და ძალიან ერთადერთი რაც არის ამ მემორანდუმში, ასე ვთქვათ, დამატებითი ეს არის ჭარბი გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალება, რომელიც არაოს ეძლევა. დანარჩენი ყველა მიმართებაში, საკუთრების მიმართებაში, ფულად საკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართებაში, საკადრო პოლიტიკის მიმართებაში ენგურჰესთან დაკავშირებით ყველაფერი აბსოლუტურად იყო, არის და იქნება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა. და ძალიან მოკლედ ამავე თემაზე მიხედვითაც. ძალიან მოკლედ ამავე თემაზე ოპოზიცია მოითხოვა მესამე მხარის არსებობა ამ გარიგებაში იმისათვის რომ საქართველოს თქვა ასე ვთქვათ რუსული კომპანიის პირისპირ მარტო არ დარჩეს. გამოითქვა ესეთი მოსაზრებაც. იცით რა არის? ეთანხმებით რომ მესამე მხარე უნდა ჩაერთოს. შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა, მაგრამ სინამდვილეში როდესაც თქვათ, თუნდაც არბიტრაჟად განსაზღვრული ლონდონის არბიტრაჟი იქ არასოდეს მესამე მხარის საჭირო არ არის. თუნდა იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, ესეთი მესამე მხარის ჩართვა იქ არის საჭირო, როდესაც რაიმე საერთო მომგვარებელი პრობლემის შეიძლება იყოს ამოგდებული, მაგრამ მე დიდად ვერ ვეთანხმები მაგას, თუმცა მეორე მხრივ EBRD ევროპის განვითარების ბანკი მიიღებენ ისინი მონაწილეობას ამ ხელშეკრულებაზე მუშაობის დროს. არა, რა თქმა უნდა არ მიიღებენ, რა თქმა უნდა ვერც მიიღებენ. ოპოზიციას გულისხმობ. ოპოზიცია დიდი სიამოვნებით ჩვენ დავპატიჟეთ მათ ამ განხილვების დროს. არაფერი დასამალი არ გაგვაჩნია. დიდი მადლობა და ბოლოს შეკითხვა. გეგამ გალობაშვილის დანიშვნის დროს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციას მთავრობაში პოსტები. ანუ თქვენ თუ განიხილავთ კოალიციურ მთავრობას მომავალში და ზოგადად როგორ აპირებთ ოპოზიციასთან თანამშრომლობას? თუ გაქვთ რაიმე გეგმა? ოპოზიციასთან ვაპირებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას. მე ვთვლი რომ თითქმის ყოველკვირეულ ფორმატში აუცილებელია მთავრობისთვის ოპოზიციასთან შეხება, ოპოზიციასთან მათი აზრების მოსმენა. გულისხმობ არასაპარლამენტოსაც და საპარლამენტოსაც. პარლამენტში ისედაც გიცევთ მაინც თქვა იგივე კომიტეტებზე, ფრაქციებზე. თუნდაც ორივეს, თუმცა ის გუნდი, რომელიც ახლა ჩამოყალიბებულია მთავრობაში, მე ამ გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში მუშაობდი მათთან ერთად და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ და დავძლევთ იმ მთავარ პრობლემებს, რაც დღეს ქვეყანას აქვს და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმბობ სამუშაო ადგილების შექმნა და მუშავრობის დაძლევა. ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებ ბატონო ნიკა. ჩვენი სტუმარი იყო მაშასე ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ახლა კი პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან, სადაც დღეს ახალ პრემიერს ნდობა გამოუცხადეს დავით ბაქრაძეა პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე. საღამომშვიდობისა ბატონო დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის, პირველ გადაცემაში. საღამომშვიდობის, მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ ახალ გადაცემას, გისურვებთ წარმატებულ ეთერს და საინტერესო სტუმრებს. დიდი მადლობა. უკვე მეორე პრემიერი დაამტკიცეთ ბატონო დავით დღეს პარლამენტში, ანუ ბოლო 3 თვეში იყო ძალიან ბევრი სამთავრობო ცვლილება. როგორ ფიქრობთ, რამდენად სტაბილურია ქვეყანა ამდენი ცვლილებების ფონზე? წინა ცვლილებები, რომელიც იყო, ეს იყო კარგად გააზრებული ცვლილებები, რომელიც აუცილებელი გახდა ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპიდან და აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე, ალბათ ბუნებრივია დამეთანხმებით, რომ როდესაც ქვეყანაში ხდება ასეთი მასშტაბის მოვლენა, როდესაც ხდება აგრესია მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, სრულიად ბუნებრივია ახალი აქცენტების გაკეთება და მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებების და სიახლის შეტანა. ამიტომ შემოდგომაზე მომხდარი ცვლილებები ეს იყო პასუხი მიმდინარე პრობლემებზე და მიმდინარე ვითარებაზე, რაც შეეხება დღეს განხორციელებულ ცვლილებას, ეს უკვე არაერთგზის აღინიშნა, რომ სამწუხაროდ ეს იყო გარკვეულწილად იძულებითი ცვლილება და ბატონი გალობლიშვილის ჯანმრთელობის პრობლემებმა მას არ მიცა საშუალება გაეგრძელებია მუშაობა წინა კაბინეტის ფორმატით, ამიტომ სწორედ ჩვენ შევეცადეთ მინიმალურად აუცილებელი ცვლილებები მოგვეხდინა. კერძოდ პირველი ვიცე-პრემიერი გახდა პრემიერი, ხოლო ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა ფინანსთა მინისტრი. ეს იყო ის მინიმალურად აუცილებელი ცვლილებები, რომლის გარეშეც კაბინეტი ვერ იმუშავებდა და რომელიც მე ვფიქრობ უზრუნველყოფს ამ კაბინეტის გრადობას. მინდა გითხრათ. ბატონო დავით, თქვენ დღეს უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა მთავრობას, ანუ ფიქრობთ, რომ იგივე გილაურის პროგრამა, ეკონომიკური გუნდის გეგმები არის ეფექტური და იგივე გილაური შეძლებს იმ მთავარი გამოწვევების, ასე ვთქვათ, დაძლევას, რაც ქვეყნის წინაშე დგას?
მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში დღემდე მთავრობა თავს ართმევს იმ სირთულეებს, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. ყველამ ვიცით რა ხდება მსოფლიოში, ყველამ ვიცით რა ხდება ჩვენს რეგიონში. შევადაროთ საქართველოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თუნდაც ეკონომიკური განვითარების და მდგრადობის კუთხით რამდენიმე წლის წინ ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ. შევადაროთ თუნდაც ჩვენს პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს და ვინახავთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჯერჯერობით თავიდან აგვეცილებია იმ პრობლემების უმრავლესობა, რომელიც იქ არის. მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებია მასიური ინფლაცია, ბანკების დახურვა, მასობრივი უმუშევრობა, სასურსათო გაძვირება, რიგების სასურსათო პროდუქტებზე და ეს ყველაფერი თავისით არ მოსულა. ეს ყველაფერი მოიტანა ამ მთავრობის მუშაობამ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბატონ გილაურის პრემიერ-მინისტრობით ეს მთავრობა შეძლებს გადაწყვიტოს მთავარი ამოცანა, რომელიც არის ჩვენი მოსახლეობის დაცვა ეკონომიკური კრიზისისგან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გაგრძელება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება მდგრადობას, სტაბილურობას უკაცრავად დავასრულებ, ვერავინ ვერ იტყვის პოლიტიკაში რამდენი ხანი გაძლებს ესა თუ ის მინისტრთა კაბინეტი, კაბინეტს ვადა არ აქვს მოქმედების სამწუხაროდ, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდები ახლო ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ცვლილებებს აღნიშნულ კაბინეტში და მე იმედი მაქვს, რომ ეს კაბინეტი იქნება წარმატებული. ბატონო დავით, დღეს ოპოზიციამ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტი პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა, ამაზე სხდომათა დარბაზში იგივე ჯონდი ბაღათურია საუბრობდა, შემდეგ ცაგარეიშვილმაც იგივე გაიმეორა. ეთანხმებით თუ არა ნაწილობრივ, რომ ასე ვთქვათ, პარლამენტის მიმართ არასათანადო დამოკიდებულება, თუმცა ვიდრე პასუხს გამცემდეთ, მოდით ვნახოთ რა განცხადებები გაკეთდა სხდომათა დარბაზში. მე პროტესტს უცხადებ უპატივცემულობას და სიყალბეს, რომელსაც პრეზიდენტი ირჩევს პარლამენტის და საზოგადოების წინაშე. იმიტომ რომ კვლავ წარმოადგინა იგივე მთავრობა და იგივე პროგრამა, რომელიც მთავრობის ხელშიც და რომელიც პროგრამის ხელშიც დაიქცა ეს ქვეყანა. ჩვენ ფაქტიურად ყავს უუფლებო მინისტრთა კაბინეტი და ქვეყანაში არის რეალური მინისტრთა კაბინეტი, რომელიც აგერ არის ახლა წარმოდგენილი და არის ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება 3 ძალოვანი მინისტრისგან, რომელიც არც წინა მოწვევის პარლამენტში არაფრის დიდებით მოდიოდა სხდომებზე და არც ახლა მოდის. ეს არის უპატივცემულობა, საკანონმდებლო ორგანოსი. Kismet ბატონ დავით. არა, ვერ დავეთანხმები. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტმა წარმოადგინა იგივე კაბინეტი და იგივე პროგრამა. პროგრამა შესრულებული არ არის და იქნებოდა აბსოლუტურად არასერიოზული, რომ ჩვენ გვესაუბრა ახალ ამოცანებზე, მაშინ, როდესაც არ არის შესრულებული ის ამოცანები, რომელიც ამავე პროგრამით რამდენიმე თვის წინ იქნა განსაზღვრული. იქნებოდა სრულიად არასერიოზული, ჩვენ გვესაუბრა იმაზე, რომ საქართველოში აღარ დგას დასაქმების პრობლემა. იქნებოდა სრულიად არასერიოზული, ჩვენ გვესაუბრა იმაზე, რომ საქართველოში აღარ დგას ეკონომიკური განვითარების და კრიზისისგან მოსახლეობის დაცვის პრობლემა. იქნებოდა სრულიად არასერიოზული, ჩვენ გვესაუბრა იმაზე, რომ საქართველოში აღარ დგას გამთლიანების პრობლემა. ამიტომ ბუნებრივია პროგრამა და პრიორიტეტები დარჩა იგივე, თუმცა გარკვეული მინიმალური ცვლილებები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ პროგრამაში შეტანილი იქნა. რაც შეეხება პარლამენტის პატივისცემას, მე ვფიქრობ ძალიან მარტივ ფაქტს შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდა პარლამენტში რამდენიმე თვის წინ კომისიის საპარლამენტო კომისიის ხდომაზე, სადაც მან საჯაროდ მისცა ჩვენება პარლამენტის წევრებს, მათ შორის ოპოზიციის წევრებს და ეს იყო პირველი პრეცედენტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როდესაც პარლამენტის წევრებს საშუალება ჰქონდათ პრეზიდენტი დაკითხვის და ინფორმაციის მიღების რეჟიმში პარლამენტში ყოფილიყო და პასუხი გაეცა მათი კითხვებისთვის. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც აგეკითხებით, პარლამენტის პირდაპირ მოვალეობა აკონტროლოს მთავრობა, რაზეც ხშირად აკრიტიკებენ საკანონმდებლო ორგანოს და ამბობენ, რომ ამ უფლებას, ასე ვთქვათ, სათანადოდ არ იყენებს პარლამენტი. აპირებთ, რომ უფრო გაძლიერდეს ეს კონტროლი. ბუნებრივია, მთავრობაზე კონტროლის გაძლიერება არის მუდმივი თემა და მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ვარ დაინტერესებული, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს ძლიერი და საქართველოს პარლამენტი ახორციელებდეს თავის საზედამხედველო ფუნქციას, თუმცა მოდი გავმიჯნოთ ორი რამნინო. პირველი, ეს გახლავთ ყვირილი და სკანდალი და მეორე რეალური საქმის კეთება. ბუნებრივია, ოპოზიცია დაინტერესებულია იმ საშუალებებით დააფიქსიროს საკუთარი ძალა, რომელიც მას შეუძლია, კერძოდ ეს არის მწვავე საჯარო განცხადებები, ეს არის ვთქვათ პოლიტიკური დემარშები და ასე შემდეგ. რაც შეეხება უმრავლესობას, ამის მიზეზად დღეს აი ჩრდილოვანი კაბინეტის ახსენეს დასახელდნენ იგივე მინისტრები, რომლებიც ხშირად შესაძლოა პარლამენტში იგივე ფრაქციის ან კომიტეტის ხდომაზე ან თუნდაც სესიაზე არ ცხადდებიან ხოლმე.
დიახ, რაც შეეხება უმრავლესობას, ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი გზა არის ის, რომ რეალურად ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტთან ერთად. რაც შეეხება მინისტრებს, მეც ნამდვილად დავინტერესდი სხდომაზე არა მხოლოდ ძალოვანი, არამედ რამდენიმე მინისტრის გამოუცხადებლობის ფაქტით და მე სხდომაზევე მივეცი დავალება პრემიერ-მინისტრს ამ შემთხვევაში გამოვიყენეს სწორედ საზედამხედველო უფლება პარლამენტის, რომ წერილობითი სახით წარმოადგინოს ინფორმაცია, სად ბრძანდებოდა, რატო არ იყო ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს სხდომას არ ესწრებოდა. მე იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანს აქვს ობიექტური გასამართლებელი მიზეზი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ შევქმნით კლიშეებს, კარგად გავიხსენოთ, რომ იგივე შემოდგომაზე კაბინეტის დამტკიცების დროს აბსოლუტურად ყველა მინისტრი ესწრებოდა ყველა საკომიტეტო მოსმენას, იყო შეხვედრა ყველა ფრაქციასთან, იყვნენ მოსულები პარლამენტის კომისიაზე და მით უმეტეს ესწრებოდნენ პლენარულ სხდომას. ამიტომ ეს კლიშე, რომ თითქოს არ დადიან მინისტრები პარლამენტში, ამ კონკრეტული პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის პირობებში, მე ვფიქრობ არასწორია და რაც შეეხება დღევანდელ არყოფნას, მე ველოდები ოფიციალურ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრისგან. თქვენ წერილობით მოითხოვეთ. დიახ. დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო ჩვენი სტუმარი და ახლა გადმოვინაცვლოთ სტუდიაში, სადაც დღევანდელი საპარლამენტო დებატების მონაწილეები საკუთარ პოზიციებს დაიცავენ. მაშასე უმცირესობის ლიდერი გიორგი თავრგამაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი არიან ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ვიდრე მთავრობის დამტკიცებაზე და მათ პროგრამაზე საუბარს დავიწყებდით. ბატონო მიხეილ, პირველ რიგში თქვენ მინდა გითხოთ, იყავით თუ არა საქმის კურსში ნიკა გილაურის ერთ-ერთი საკადრო გადაწყვეტილების შესახებ? მან თქვა, რომ კახა ბენდუქიძე კანცელარის უფროსი აღარ იქნება. ნიკა გილაური არის პრემიერ-მინისტრი და ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი, ამიტომ მე ამ საკითხს იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი და დარჩება თუ არა ბენდუქიძე გუნდის წევრად? ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო, როდესაც ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობთ და სწორედ ამიტომ მაინტერესებს სახელმწიფო სამსახურში მთავრობის კანცელარიის უფროსი არის გადასაწყვეტი პრემიერ-მინისტრი ასეც წყვეტს და ეს მან გადაწყვეტა. თუ მე დამჭირდება კონსულტაციები ბატონ კახასთან. თუმცა ვინ იქნება თქვენი გუნდის წევრი, ამას უმრავლესობა ერთად წყვეტ. მე ვიკითხე გუნდის წევრი იქნება თუ არა. კახა ბენდუქიძე? დარჩება თუ არა გუნდის წევრად სახელმწიფო სამსახურში? სახელმწიფო სამსახურში დარჩება თუ არა, არ ვიცი, ამას ნიკა გილაური გადაწყვეტს და გუნდის წევრად კახამ უნდა გადაწყვეტოს დარჩება თუ არა. კახა არის საკმაოდ გამოცდილი ადამიანი, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ძალიან ბევრი საკითხია, რასაც მე კახას ვეკითხები და ძალიან კომპეტენტურ პასუხს ვცემს სხვათაშორის და ეს არის ადამიანი, ვისთანაც შეიძლება ძალიან ბევრ საკითხზე კამათი და ამ კამათის შედეგად ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა კახას გარშემო ძალიან ბევრი ის ჩამოყალიბდა კლიშე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ის საკმაოდ სკანდალური პერსონა იყო და ძალიან ხმაურიანი და სწორედ ამიტომ გახდა საინტერესო მისი პერსონა. ამიტომ ეს კანცელარიის უფროსის საკითხი გადაწყვეტა პრემიერმა, ხა დანარჩენია. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, დავიწყოთ საუბარი დღევანდელ დამტკიცებაზე. თქვენ ქრისტიან-დემოკრატებმა და ზოგადად უმცირესობა პარლამენტში მხარი არ დაუჭირა გილაურს და მის ახალ კაბინეტს. თუ შეიძლება თავიდან ძალიან მოკლედ მთავარი მიზეზები გითხრათ და არგუმენტები, რის გამოც ნდობას არ უცხადებთ ამ მთავრობას. გამარჯობა თქვენ და თქვენს ტელემეყურებელს. პირველ რიგში გილოცავთ. დიდი მადლობა. ეს არის ახალი საშუალება არა მარტო თქვენთვის, რუსთავი ორისთვის, არამედ მთლიანობაში, ეროვნული მაუწყებლობის ფარგლებში, სიტყვისა და გამოხატვის უფრო მეტი თავისუფლებისა, რა ტენდენციასაც შეუძლებელი ადამიანი არ მიესალმოს, იმედი მაქვს ოპოზიციის წარმომადგენლებს ხშირად მიეცემათ საშუალება საკუთარი აზრის გამოხატვის. მეორე, უკომენტაროდ ვერ დავტოვებ ბატონ ბენდუქიძეს დაკავშირებულ სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს. განსხვავებით ბატონ მიხეილისგან, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი პირველი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა პრემიერმა ალბათ უკვე მიიღო, რადგან აქ საჯარო თქვა, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვიტყოდი, რომ ბენდუქიძის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღვაწლის შეფასება სამართლებრივი თვალსაზრისითაც კი გახდება საჭირო, რადგან ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სტარდებოდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, აღმოჩნდა ძირითადი განმაპირობებელი ქვეყანაში უმუშევრობის ზრდის და იმ ეკონომიკური პრობლემების, რომელიც არის ქვეყანაში და არა მარტო მსოფლიო ფინანსური კრიზისი ან თუნდაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები. რატომაც არ დაუჭირეთ ახალ პროგრამაზე? დიახ, რატომ არ დაუჭირეთ ხარ? ფაქტიკიან მივდივარ, იმიტომ რომ ერთი მეორესთან არის დაკავშირებული და ბენდუქიძის ფიგურა ამ შემთხვევაში, როგორც ყველაზე ბუმბერაზი ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მრჩეველი ამ გუნდისა, ჩემის აზრით ყველაზე სავალალო მრჩეველი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის და იქნებოდა ალბათ უფრო სწორი თუ ბევრს მოусმენდნენ ბატონ ბენდუქიძეს, მაგრამ იმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. რატო არ დაუჭირეთ მხარი? პირველი არ დაუჭირეთ იმის გამო, რომ ეს არის სააკაშვილის მთავრობა.
პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენ წლების განმავლობაში დაგროვილი პრეტენზიები გვაქვს, ნდობის გამოცხადება ოპოზიციის მხრიდან მისადმი იქნებოდა ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი შეცდომა, რომელიც ზოგ შემთხვევაში დანაშაულთანაც კი ძალიან ახლოს მეზობლობს, ჯერჯერობით არ შეფასებულა თვითონ მთავრობის მხრიდანაც და აქედან გამომდინარე მხარდაჭერა პოლიტიკურად სრულიად გამომართლებლად მიგვაჩნია. მეორე ეს არის შემადგენლობა ადამიანებისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომელთა სამუშაო შედეგების თვალსაზრისით ჩვენ შეიძლება ვიყოთ ნაკლებად კრიტიკულები, თუნდაც იგივე ბატონ გილაურთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში მის მუშაობას ნამდვილად ახდა პოზიტიური შედეგები და მე დღეს მართალი ძალიან კრიტიკულად მოვიხსენი ეს შედეგი, მაგრამ არა იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს განათებას და გაზის ხელმისაწვდომ არამედ ეხებოდა იმ ნაწილს, როცა ის იყო ფინანსთა მინისტრი და არ დაგავიწყდეთ, რომ იყო ვიცე-პრემიერი, ანუ ფაქტობრივად ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირიც გახდა და ამ პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ დღეს ელექტროენერგიის მიწოდების ან გაზის მოხმარების პრობლემა, მიწოდების პრობლემა არ არის, მაგრამ არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ხელმისაწვდომობის. ხალხი არის უკიდურესად გაღატაკებული. არ დაუჭირებთ ხარ იმის გამო, რომ სამთავრობო პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი და მას სახელად ქვია ერთიანი საქართველო სიღარების გარეშე, ერთი წლის წინ იყო ლოზუნგი, ახალი ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ლოზუნგი პრეზიდენტ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. ერთი წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცალდება უფრო ნაკლებ ტერიტორიაზე და სადაც ღარიბების რიცხვმა იმატა. ამდენად ჩვენ არ გვქონდა არანაირი საფუძველი კიდევ ერთხელ რაიმე სახით თუნდაც ნდობა გამოგვეცხადებინა ამ მთავრობისთვის. თუმცა ჩვენ გვექნება ალბათ საშუალება თავად ამ სამოქმედო პროგრამის დეტალები ვიმუშავოთ. ეს არ იყო მხარის არ დაჭერა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ. ჩვენ გვაქვს პრინციპულად განსხვავებული შეხედულება. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად მივცეთ საშუალება ბატონ მიხეილს, რომ გაგცეთ პასუხი. ეთანხმებით თუ არა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიზეზის და გამო დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი. და ზოგადად უმუშევრობის პრობლემა დგას ქვეყანაში. მოგესალმებით, მეც აბსოლუტურად ვიზიარებ გიორგის მისალმებას, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი გადაცემა, სადაც ბევრ პოლიტიკურ პარტიას ჩვენ პარლამენტში უფრო ადვილია ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ არის დებატები და ჩვენ დებატების საშუალებით ერთმანეთს ვიკამათებით. ექნება საშუალება თავისი აზრი გამოხატოს, ვიკამათოთ, მივიდეს თავარ გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ალბათ ვინ იქნება მთავრობის კანცელარიის უფროსი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველაზე ფიგურა იყო მნიშვნელოვანი. ბენდუქიძის ფიგურაც ალბათ თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობის დამტკიცების შემდეგ იქნება თუ არა უფრო კარგად საქმე დასაქმებაში და გაგრძელდება თუ არა პოლიტიკა ხალხის დასაქმების და გაგრძელდება თუ არა პოლიტიკა უფრო მეტი სოციალური აქცენტების გაკეთების, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ესეც ის გიორგი მათ ვიცით, მე ისინი შენს თქვენს უგაცრავად, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს. ამიტომ მთავრობის მთავარი საქმე, რა თქმა უნდა, საკადრო გადაწყვეტილებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, რომ ჩვენ აი ამ ეკონომიური კრიზისის ფონზე, როდესაც ჩვენ აგვისტოში ურთულესი რუსული აგრესია გადავიტანეთ და ჯერ კიდევ ეს აგრესია გრძელდება, რომ შევძლოთ და ვიყოთ ადეკვატორები, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ, ჯერ ეს ერთი აღვადგინოთ და დევნილებს ელემენტარული პირობები შეუქმნათ, ელემენტარული მე არ მომბობ, იმიტომ რომ ძალიან მცირე რამე გაკეთდა და კიდე მეტია გასაკეთებელი, მეორე შევინარჩუნოთ და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ აი ამ 2-3 წლის განმავლობაში დაწყებული 2004 წლიდან 2008 წლამდე შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი. და ეხლა გაჩნდა საფრთხე ამ სამუშაო ადგილების დაკარგვისას. ჩვენ უფრო დიდი ამბიციები გვაქვს. ჩვენ გვინდა ეს შევინარჩუნოთ და კიდე მეტი შევქმნათ. ჩვენ გვინდა შევქმნათ უფრო მეტი სოციალური გარანტიები ყველაზე ღარიბი ჩვენი მოსახლეობისთვის. აი ეს არის ის ფაქტორი, რატომაც მე და ჩემმა მეგობრებმა ხარი დაუჭირე მთავრობას, რომელსაც აქვს გამოცდილება. ჩვენ სიამოვნებით ვიკამათებთ გიორგისთან, ჩვენ ოპონენტებთან, თუ ეს ისურვეს იმ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან პროგრამაზე, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს. სწორედ ეს მინდა ბატონ გიორგის კითხვა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ბევრი შენიშვნები, დღეს იგივე ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით, სადაც დაზღვევებთან მიმართებაში ქონდა პრეტენზია. პროგრამასთან დაკავშირებით, აი დავაკვირდეთ. ბატონ მიხეილი ამბობს, რომ ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი.
მე მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ქარელში, იცით რომ ქრისტიანი დემოკრატები დევნილებთან მუდმივ კონტაქტში ვარ და ვცდილობთ მათი ყოველდღიური პრობლემები რამენაირად ხელისუფლებასთან ერთად მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენ არ ხელგვეწიფება და ხშირ შემთხვევაში ეს გვარდება, რის გამოც მე მადლობელი ვარ. შემთხვევა ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, ახალნამშობიერები, პატარა ბავშვით, რომელმაც მითხრა, რომ ის 200 ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან მას მიეცა როგორც დევნილს, მან გადაიხადა მშობიარობაში. ერთი წლის წინ საქართველოში ამუშავდა პროგრამა ღირსეული დასაწყისი, ასე ერქვა ამ პროგრამას, როცა ახალშობილისთვის 1000 ლარი მეცემა. ეს პროგრამა ჩვენ ღირსეულ მომავლისთვის ღირსეულად დავიწყეთ და უღირსად დავამთავრეთ. და ადამიანი, ანუ დევნილი, რომელსაც ეს 200 ლარი ჭიქის სათლის და რა ვიცი, აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად უნდა მოეხმარა, გადაიხადა ამაში, რომ ბავშვი გამოიყვანა ელემენტარულად სამშობიაროდან. მე ვხედავ პრობლემას არათანმიმდევრობაში, უსისტემობაში. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თავარი ფოკუსირების საგანი უნდა იყოს ყველაზე ღატაკი მოსახლეობა, ჩვენც მაგვართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სოლიდარობის გრძნობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველაზე ღატაკებს და არა ღარიბებს, იმიტომ რომ ისინი ღატაკები არიან. მაგრამ ეკონომიკის სტიმულირების გეგმა ღატაკების სოციალური დახმარებას კი არ უნდა ითვალისწინებდეს მარტო, არამედ ეკონომიკის სტიმულირებას, ბიზნესის დახმარებას, იმიტომ რომ ბიზნესმა უნდა ამოითქვა სული, უნდა ამუშავდეს ხელმეორედ, შექმნას სამუშაო ადგილები, შემოიტანოს ბიუჯეტში თანხები, რომ შემდეგ ჩვენი სოციალური ვალდებულებების გასტუმრების საშუალება გვქონდეს. აი ხა გეტყვით რაშია საქმე. მე მინდა უბრალოდ ბატონ მიხეილს ჩავეკითხო უკაცრავად თქვენ როდესაც სიღატაკის ზღვარს მყოფი ადამიანები ახსენეთ, იქ პროგრამაში წერია რომ ამოქმედება დაზღვევის სისტემა რომელიც 900.000 მე შევეკამათები გიგებს, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ორი არჩევანი. ერთი არჩევანი არის დავეხმაროთ ბიზნესს, როგორც ეს გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა და თქვენ ხედავთ ალბათ შედეგებს, რომ ძალიან ბევრი თანხა არასწორად გაიხარჯა, ბევრს ეძებენ ამ თანხებს. ეს რამოდენიმე კვირის წინ მოხდა ეს ყველაფერი, როცა იყო სამოქმედო გეგმა და მეორე არჩევანი იყო დავეხმაროთ მოსახლეობას. ჩვენ ავირჩიეთ მეორე არჩევანი. ეს უფრო რთული გზაა. ეს უფრო რთული გზაა. უბრალოდ იგივე ოპოზიცია როცა იმიტომ რომ ჩამეკითხოთ. ეს არასორი არჩევანია. ჩვენ ოპოზიციას ეჭვება მართულებას. კი ბატონო, ღარიბებს, ღატაკებს, მაგრამ ამავდროულად უნდა გვეზრუნო ბიზნესის სახალხო. მე ისევ ვიმეორებ, ამაზე ვიკამათოთ. ეს იყო ორი გზა, ერთი დავხმარებოდით ბიზნესს და ამას სულად ვერ მოიცავ და მეორე დაეხმარო მოქალაქეებს, ყველაზე მეტად გაჭირებულ მოქალაქეებს. ჩვენ ვართ ფინანსური შეზღუდულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა და სხვათა შორის იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკისთვის სტიმული მიგვეცა, შეგახსენებთ სულ ყველას, ჩვენ დავწიეთ საშემოსავლო გადასახადი. 250 მილიონი ლარი დაუტოვეთ ბიზნესს, დაუტოვეთ ეკონომიკას. ეს იყო ჩვენი ირიბი დახმარება. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს უცხოური დახმარება ამ აგრესიის შედეგად, რომელზეც ვცდილობთ, რომ ეს თანხა ადეკვატურად, სწორად მოიხმაროს. დევნილებს ძალიან უჭირთ, მართალი ხართ. ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ასეთი ადამიანები ალბათ ქალბატონი ახსენეთ, ალბათ ბევრია. თავრობამ, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ასეთი ადამიანების მიმართ და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ პროგრამა არ უნდა გაუქმებულიყო. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას. საუბარი ამაზე მუდამ ოპოზიციური κρიტიკის ასე ვთქვათ, ჩვენ ზადავას ვილაპარაკოთ კონკრეტულ პროგრამებზე. ჩვენ ვისაუბროთ გამოდობაში ზუსტად ალტერნატივას. მაგალითისთვის გეტყვით. შემოსული თანხების მთელი კონცენტრირება ხდება რა მიმართულებით? ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე 500 მილიონზე მეტი მიემართება გზებზე და რეგიონებზე. ახლა დავაკვირდით რა ხდება. რეგიონებში უმუშევრობის ისედაც ძალიან მაღალი ხარისხი იყო. იქ უმუშევრობა არის უზარმაზარი. ამიტომ ჩვენ რეალურად დღეს რა თქმა უნდა რეგიონებში გარკვეული ეკონომიკური გამოცოცხლების წინაპირობები შექმნა და ეს სწორია და ეს ასე უნდა მოხდარიყო, მაგრამ გვემართება ის უკიდურესობა, რომელიც დაგვემართა წინა წლებში, როცა მთელი ფული რაც ჰქონდა, ჩავახეთქეთ ამ სამხედრო ბიუჯეტს, ტანკების შეძენას და ასე შემდეგ, რომელიც სხვათა შორის სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა და ეს გვაჩვენა ჩვენ მაშინ იყო საუბარი ეს ნატო სტანდარტებით ხდებოდა. აი ბატონო, აღმოჩნდა რომ მაინც ადამიანს ამ სტანდარტებზე ვერ ყოფილვართ, იმიტომ რომ ნატო სადაც იწყებს, იგებს ამომს და ჩვენ წავაგეთ. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ჩვენ უკიდურესობების მოწინააღმდეგეები ვართ. არა ხალხი და ბიზნესი ერთმანეთს დაუპირისპიროთ, პირიქით, დაბალანსებული მიდგომა. არა ის რომ რაც გვაქვს ფული ავიღოთ და ყველაფერი გზებზე გადავყაროთ და ჩავყაროთ ამ გზებში. გზები ავიღოთ და საქართველოს ყველა გზის მშენებელი გახდეს. არა ბატონო, ჩვენ ვიძახით რომ ამ ეკონომიკური კრიზისის ადეკვატური არ არის ეს გეგმა, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური ფინანსური კრიზისი რეგიონებს კი არ აწვევა პირდაპირ ისახ, იგი სადაც ნაკლები იყო მუშევრობა, ხო? ნაწილი რა თქმა უნდა წასულიყო. ეს აწვევა თბილისის მოსახლეობას, ქუთაისს, ბათუმს, იმ ადგილებს, სადაც მშენებლობა
გამიბნიერებდა, სადაც ბანკებში იყო ხალხი დასახლებული და ამ ტიპის დაწესებულებებში. ამიტომ მთავრობას უნდა ეზრუნა იმაზე და უნდა მოახდინოს კორექტირება ამ პროგრამის, რომ თუნდაც იმავე სამშენებლო დეველოპერებს თბილისში უამრავი სახლებია, ზარალდება როგორც შემკვეთი ჩვეულებრივი ადამიანები, თბილისელები ან რაიონის ცხოვრებლები, ბინა სახლი ვერ მთავრდება, რატო? იმიტომ რომ ეს კრიზისია, ჩვენ წინადადება მდგომარეობდა რაში, რომ იმ 500 მილიონიდან 100 მილიონი მიმართული იყო არა დეველოპერების დასაფინანსებლად მშენებლებისთვის, არამედ სახელმწიფო შეესყიდა ის ბინები, რომელთა დამთავრებაც უბრალოდ ვერ ხერხდება. შემდეგ ან დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების, ან თუნდაც დებატების ყველა წელს ვიცავ, ამიტომ მინდა გითხრათ რა არის იყო თბილისის და ქალაქების მოსახლეობაზე და მე მინდა უბრალოდ სოფლის პროგრამა გაგახსენოთ. ყველაფერს მოგახსენებ. თქვენ გამოვიდეთ 20 მილიონი, მე მინდა უბრალოდ კითხვა დავსვა, რომ დაეხმაროთ სოფლის მოსახლეობას და იგივე ამ შემთხვევაში უკვე ადგილობრივები განკარგავენ ამ თანხას. რასაკეთებს ქალაქების მოსახლეობისთვის ხელისუფლება, ამაზეც რომ გოპასუხოთ. არის 4 მიმართულება ჩვენი პროგრამის, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, ეს სიტუაცია არ არის ორდინალური. სოფლიოს კრიზისის წინ ჩვენ გვიწვევდა რუსული აგრესია და ის ტანკები და ის ჯარზე დახარჯული ფული არის ძალიან მცირე, რა თქმა უნდა, ჩვენ სამწუხაროდ ამ ცხინვალის რუსული აგრესიის დროს სამხედრო მარცხი განვიცადეთ, მაგრამ მარცხი არ განვიცადეთ, ჩვენ თბილისზე არ დავკარგეთ, ჩვენ არ დავკარგეთ სახელმწიფო. ჩვენი დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ დროებით ტერიტორიები, რომელსაც აუცილებლად აღვიდგეთ. რაც შეეხება რა არის ჩვენი მთავრობის პროგრამა, ეს არის 4 პუნქტისგან შემდგარი პროგრამა, რომელზეც მზათავართ ვიკამათოთ. აი ესეთი კამათი ჩვენთვის ასობრივად მისაღებია ინფრასტრუქტურის ახალი პროგრამები. ეს არის 2 მილიარდ 200.000 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს სახელმწიფო, უნდა გააკეთოს ინვესტირება პროექტებში, რომელიც აძლიერებენ ეკონომიკას. როცა საუბრობ გიორგი გზებზე, ინფრასტრუქტურაზე. ინფრასტრუქტურა არის სწორედ ის, სადაც ასაქმებ ყველაზე მეტ ადამიანს. სოფლების კონკრეტული პროგრამები არის ის პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, არა მარტო ქალაქად ცხოვრების, არამედ სოფლად ცხოვრების კონკრეტული სამუშაო ადგილების გაჩენას, რაც შეეხება დეველოპერების დახმარებას. მე გეტყვით, რომ ჩვენ გეუბნებით, მე არ მინდა ამაზე ძალიან დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან უსაგნო დებატები. ჩვენ გქონდა არჩევანი, დავეხმაროთ ბიზნესს თუ დავეხმაროთ მოსახლეობას. ჩვენ ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ამ მოსახლეობამ შეძლოს შემდეგ თავისი დაფინანსებით იმ ბიზნესის სამოწევა. თუმცა დამეთახოთ ბიზნეს კომპანიების დაზარალებით ძალადობა მოსახლეობაზე ძალიან ადამიანის არაპირდაპირ მე მოგახსენეთ, როდესაც შენ ბიზნესს უზაგავ 250 მილიონს, პრემიერმა განაცხადა, იქნება რაღაც კონკრეტული პროგრამები, რომელიც არ მიცემს საშუალებას არც ერთ ბიზნესს რომ ჩამოიშალოს. მილიონი ბატონო მიხეილე არის საშემოსავლო. საშემოსავლო რო ქონდეს, შემოსავალი უნდა ქონდეს. ამიტომ თუ ადამიანი სამსახურს დაკარგავს და შემოსავალი არ ექნება, ვერც საშემოსავლოს ვერ დაუზოგავს. აქ საუბარი არის მოდი ამაზე არ ვიკამათოთ სახელმწიფო არ ვიკამათოთ ამაზე. სამუშაო ადგილებს ქნის ბიზნესი, ამიტომ სწორი პოლიტიკა, კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლო სიძლიერე ეს არის. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ მოსახლეობას დავასრულებ თუ შეიძლება. ჩვენ მოსახლეობას ვიცით რომ ძალიან უჭირს, ამიტომ მთავრობა ცდილობს იყოს ადეკვატური და ეს თანხები, რომელიც არის საბიუჯეტო შემოსავლები და უცხოური დახმარება, ცდილობთ მიმართოთ კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში, ინფრასტრუქტურაში და სოციალურ დახმარებაში. ამიტომ სწორედ აი ამაში მიიმართება. საბოლოოდ ეს თანხა ბრუნავს ეკონომიკაში იდება ეს ფული. ეს ფული ხო არ არის ვირტუალური, იგივე ის სოციალური დახმარება, რომელიც ეძლევა სოციალურად დაუცველ, რომელიც ეძლევა პენსიონერს, ამ თანხას ეს ადამიანები არ წაიღებენ და ნიუ-იორკის ბანკში არ შეინახავენ. ეს ყველაფერი მოხმარდება ქართულ ეკონომიკას. ეს სამუშაო ადგილები არ იქნება იმათვის, ვინც ახლა კარგავს სამუშაო ადგილებს, არა და მთავარი ობიექტი. ჩვენ პროგრამაზე ეს ადამიანები შენარჩუნება და გამყარება. სად მოხდება ასე ვთქვათ ბალანსი, ბატონო მიხეილ? ძალიან ბევრი კარგავს სამსახურს, თქვენ ამბობთ, რომ იგივე მთავრობას და ხელისუფლებას აქვს იმის გეგმა და პროგრამა, რომ ბევრი დასაქმდეს. ანუ იგივე 14% დარჩება ვთქვათ უმუშევართა, რომლის მონაცემში ეწევა ოპოზიციას და იყო პარლამენტში. ანუ მოხდება ბალანსი, შეიძლება 14-ია, შეიძლება მეტია. ჩვენთვის თავარია რომ ეს არის პრობლემა, ჩვენთვის თავარია რომ ამ პრობლემას უნდა მოგვარება და ამას უნდა აქტივობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ მზათავართ მივიღოთ შემოთავაზება ამ გეგმის კორექტირებაზე. მე გეუბნებით რა მიმართულებით მივდივართ ჩვენ. არის უფრო მეტი IAP კრედიტების პროგრამა. ჩვენ ბევრს ფიქრობთ იმაზე და ეს გაცხადებულა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, რომლისგან მიღებული ეკონომია ჩვენ უნდა მოვახმაროთ ასევე
მიაპკრედით ასევე სოფლებს, ასევე ინფრასტრუქტურას. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა ახლა, იმიტომ რომ როდესაც 2009 წლის ბიუჯეტი განიხილებოდა, როცა მთავრობა ჩვენ გვესაუბრებოდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე და ამ დროს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება შემცირდა და პოლიკლინიკები ფაქტობრივად გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანა, ხო? ჩვენმა ხელისუფლებამ დაზარალდა პაციენტი, ექიმების უზარმაზარი არმია დარჩება უმუშევრად, თუ კი ეს მიმართულება არ გადაიხედა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძახილი მთავრობიდან, რადგან როცა ჩვენ ჯერ არაფერი არ აღმდგარა, ეს პროგრამა აღდგება, დაიწყო საუბარი ამაზე, ძალიან კარგი იქნება თუ აღდგება, თუმცა რაფორმით ესეც სადავო არის, 250 მილიონამდე თანხით გაიზარდა სახელმწიფო და ადმინისტრაციული ხარჯები ამ ბიუჯეტში 2008 წელთან შედარებით. ეს არის არაადეკვატური და ჩვენ ამაზე ვერ შევხვდით. ჩვენ ვიცით რომ ამ პროგრამის შემცირებამ ძალიან ბევრ ჩვენთან ამოქალაქეს ცხოვრება გაუწოდა ეს პროგრამა აღდგება. რამ რაც დასაწყისშივე უნდა მეთქვა. ის რომ ჩვენ ამ პროგრამას ხარი არ დაუჭირეთ, ამას ქვეს სამთავრობო, ეს ხო არ არის ეკონომიკური პროგრამა, კულტურული, ეს არის სამთავრობო პროგრამა. სამთავრობო პროგრამა უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. არც ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რაც არ უნდა სწორი გზა ქონდეს არჩეული მთავრობას, თუმცა ჩვენ ვამბობთ რომ ეს არასწორი არის და სერიოზულ კორექტირებას ითხოვს. თუ კი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობები არ შეიქმნება, რადგან ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა იმისთვის, რომ ჩვენ კონცენტრირდეთ აი ამ პრობლემებზე, რაზეც არის ახლა საუბარი. პოლიტიკური სტაბილურობა ჩვენ არ გვექნება ქვეყანაში, თუ კი საზოგადოება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მედია, ხალხი, საერთაშორისო ორგანოები რეალურად ვერ დაწმუნდებიან იმაში, რომ ხელისუფლება იწყებს რეალური ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ. თუ არ დავინახავთ, რომ ერთი ადამიანის ხელში უზურპირებული ხელისუფლება კონცენტრირებული არ იწყება მისი დანაწილება. ძალიან მთავარი პრობლემა და ამაზე ყველაზე ცოტა რამე თქვა სამთავრობო პროგრამის შემა წამოწია პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ჩვენთან ამოქალაქეებს, იმ ფონზე, როდესაც გაგახსენებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მემორანდუმი მიიღო, ითხოვს ხელისუფლების გადადგომას და ადამიანთა გაჩერებას განსაზღვრებას. ესეც პოლიტიკურ მოთხოვნებში. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრთან ამოქალაქეს. ეს იქნება დევნილი, ეს იქნება დასაქმებული, ვინც ეკონომიურ კრიზისშია, ბიზნესმენი, მცირე მეწარმე, სოციალურად დაუცველი ადამიანი ძალიან ინჭირს, მას სჭირდება მიზანმიმართული დახმარება და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ხელისუფლება აბსოლუტურად ამას აცნობიერებს. დღეს გაცხადდა, და იქნება თუ არა ეს პოლიტიკური სტაბილურობა. გაცხადდა და მე მინდა ეს ნამდვილად იყოს, ესეც იქნება მთავარი პრიორიტეტი, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ეს პრეზიდენტმა განაცხადა პარლამენტის ხდომაზე, ცირე რამე გაკეთდა, ძალიან ცოტა გაკეთდა. კიდე მეტია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელია ქვეყნისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ყველა ამ ჩვენ გაჭირებული თანამოქალაქის დახმარება. პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ის მზად არის შექმნას ცენტრი მთავრობაში, რომელიც იქნება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის, საპარლამენტო ოპოზიციას, ხელისუფლებას, უმრავლესობას ექნება საშუალება უფრო მეტი კონტაქტი ქონდეს აი ამ ცენტრთან, რათა რეალურად ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ამ რეფორმების შესრულება. მათ შორის ის საკითხები, რაც გიორგი მისაუბრა, ეს არის სასამართლო რეფორმა, ეს არის კიდევ უფრო მეტი საშუალება პარლამენტის გაძლიერება და პარლამენტის გაძლიერება, ჩვენ საჭიროა მუშაობის დაწყება და აბსოლუტურად გეთანხმებით. სტაბილური გარემო არის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო მეტად დაცულები ამ რთულ პირობებში. ძალიან ცოტა დრო ხრჩება და ბოლო შეკითხვა ორივე სტუმართან. ბატონო გიორგი, თქვენ გადავიწყებ, იქნება თუ არა ერთგვარი გამოსავალი, როდესაც კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ და ოპოზიციას თავაზობენ პოსტებს, თქვა და ამ მხრივ მთავრობის მუშაობაში რომ ჩაერთოს ოპოზიცია, ერთგვარი გამოსავალი თქვენი ხედვით. და ბატონო მიხეილ, თქვენგან მაინტერესებს, ისევ ზალაში რჩება თუ არა ეს ინიციატივა. კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა ჩნდება რა შემთხვევაში, თუ კი ვერ ხერხდება მთავრობის დაკომპლექტება და მართლ პოლიტიკურ პარტიას სჭირდება ხმები ოპოზიციის მხრიდან. და პლუს ამისა, თუ კი იქნება იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩაერთოს მუშაობაში უფრო აქტიურად. ან თუ კი რაიმე განსაკუთრებული ისეთ სიტუაციებში ეროვნული კლიანობის მთავრობა, ერთიანობის მთავრობა ყალიბდება, ეს უკვე კოალიციური აღარას სხვა რამეა. ხო, დღესდღეობით მე ამის წინაპირობას და აუცილებლობას ვერ ხედავ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქრისტიანი დემოკრატები არ ვაპირებთ არანაირ კოალიციურ ურთიერთობებში შესვლას ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს აქვს ძალიან დიდი შანსი. ჩინურ იეროგლიფში დღეს პარლამენტში თქვი, სიტყვა კრიზისი გამოიხატება ორი ნიშნით. პირველი არის საფრთხე და მეორე არის შესაძლებლობა. ჩვენ დღეს დიდი საფრთხის წინაშე კი ვდგავართ ამ სოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მაგრამ გვაქვს დიდი შესაძლებლობა. ამ კრიზისით ზარალდებიან ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნები და შანსი ეხსნებათ განვითარებად ქვეყნებს. ფული, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, არსად არ გამქრალა. ფული ისევ არსებობს, უბრალოდ ეს ფული არის ახლა გაჩერებულ მდგომარეობაში და ელოდება სად წავიდეს. ამიტომ თუ კი ჩვენ მოვახერხებთ, ოპოზიცია, ხელისუფლება, ბიზნესი და ეს არის უზარმაზარი გამოცდა ქართული პოლიტიკური კლასისთვისაც და ქართული ბიზნესისთვისაც, რომ სტაბილური, მდგრადი, წინსვლაზე ორიენტირებული განვითარების წინაპირობებს შევქმნით,
დამერწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს შეიძლება ამ სიტუაციიდან გაცილებით უფრო ეფექტურად გამოვიდეს, ვიდრე ბევრი განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა და ამ მოსახლეობას სჭირდება რეალური გადადგმული ნაბიჯები, რეალური საქმეების კეთება, დასაქმება, სოციალური დაცვა, ჩვენ მზად ვართ, როგორც აქამდე ვიყავით მზად დიალოგისთვის, ნებისმიერ სფეროზე, რომელიც კიდევ უფრო მყარს გახდის ქართულ სახელმწიფოს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურობას შესცემს ამას, არ არსებობს თემა, რომელზეც ჩვენ არ ვიყოთ მზად დებატებისთვის, დათმობისთვის და დისკუსიისთვის. ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ კონკრეტული ნაბიჯები, მივიღოთ კონკრეტული შემოთავაზებები, თუ როგორ მოეხმაროთ ათასობით და 10,000-ობით ჩვენ თანამოქალაქეს, რათა მათი პრობლემები იყოს მოგმოღერებული. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დიალოგზე, ნებისმიერ ჩვენ ოპონენტებთან. ვიყავით და ვართ აქტიურად მე შეგეკამათებით თავარი ორიენტირი. ჩვენ კარები ღია გვაქვს და თუ ვინმეს უნდა რომ ამ კარებში შემოვიდეს, ჩვენ მზად ვართ. თუ ჩვენგან არის ნაბიჯი გასაბმელი, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვენ ვართ მზად, რომ რათა მოვაგვაროთ ყველაზე მთავარი ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პირველი ნაწილის თემა იყო ახალი დამტკიცებული მთავრობა და ახალი პრემიერი. რეკლამის შემდეგ კი პირდაპირ ეთერში ბრუნდებით და უკვე პარლამენტს გარეთ გადავინაცვლებთ. ოპოზიციის გაზაფხული, რისთვის ემზადებიან პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები. მოთხოვნების საერთოა სტრატეგია განსხვავებული. ბადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ვინ რა გზით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას? დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. სამპუნქტიანი მემორანდუმი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელს არ აწერს. მუდმივი კონსულტაციები და მოწოდებები გაერთიანებისკენ ოპოზიციას საერთო ლიდერის მოლოდინშია. ელოდება თუ არა ისევ ახლები რესპუბლიკელების ალიანსი ირაკლი ალასანიას. დღეს ამ წუთში და 2009 წლის იანვრის ბოლოს ამის საჭიროება, შესაძლებლობა, აუცილებლობას ვერ ხედავ. ოპოზიციის კითხვებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი პირდაპირ ეთერში უპასუხებს. დავით უსუფაშვილის პოზიცია პოზიციაში. ჩვენ რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და ახლა პარლამენტს გარეთ გადავინაცვლებთ. ჩვენი ток-შოუს მეორე ნაწილის თემა არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმები და მემორანდუმი, სადაც პოლიტიკურ პარტიათა ნაწილმა ხელი მოაწერა სამოთხოვნას, გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და სამართლიანი არჩევნებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო. დავით უსუფაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონ დავით, მოგესალმები, დიდი მადლობა ჩვენს სტუდიაში მობრძანებისთვის და პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ დაწყებას გადაცემის და გისურვებთ არ დახურვას, ისე როგორც სხვა გადაცემას დამართიან ტელევიზიაში. დიდი მადლობა ბატონო დავით, ვიდრე ოპოზიციის გეგმებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა იყო და საერთოდ დღეს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დამტკიცა. თუ გქონდათ საშუალება მოგესმინათ იგივე გილაურის პროგრამისთვის, მას გამოსვლა ქონდა პარლამენტში და ზოგადად რა კომენტარს გააკეთებდით და იმ თანამშრომლებთ თუ არა, იგივე იქნება ახალ პრემიერ-მინისტრთან მაინც მან თქვა, რომ ის მზად არის ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან თანამშრომლოს. მე მქონდა საშუალება თქვენი გადაცემის სამთავრობო ბლოკში სტუმრებისთვის მესმინა. სიმართლე გითხრათ, ბევრი საკომენტარო ვერაფერი მოვისმინე, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამ ყველაფერს უწოდოთ ან ახალი მთავრობის დამტკიცება, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს არ არის ახალი მთავრობა. ეს არის იყო გარდაუვალი ჩვენ წინა პრემიერის დამტკიცების დროსაც ვთქვით რომ ის პრემიერი იქნებოდა დროებითი და ეს იყო მანევრი. ამიტომ სიახლე არაფერია, არც პროგრამაში, არც სახეებში. ეს უბრალოდ გაგრძელება იმ კარგად ცნობილი იგავის, როდესაც იცით ცხოველები კვარტეტის დაკვრას რომ ცდილობენ, ცვლიან ინსტრუმენტებს, ცვლიან ადგილებს, მაგრამ არაფერი გამოსდით, იმიტომ რომ არიციან მთავარი, არ აქვს სმენა და არიციან მუსიკა. ასე რომ ამ ხელისუფლების და ამ მთავრობის მხრიდან ამდენჯერაც არ უნდა უკვე 10-ჯერ მე-10 მთავრობა მტკიცდება ბოლო 5 წლის განმავლობაში, საშუალოდ 6 თვეში ერთხელ თავრობის შეცვლა რომ ჭირდება პრეზიდენტს საქმე მგონი დასკვნა ძალიან მარტივია, პრეზიდენტია შესაძლებელი და არა მთავრობები. ამიტომ საკომენტარო თითქოს არაფერია, თუმცა არც იმის მოთმენა შეიძლება დაუსრულებლად, რაც დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. ყურილები გითხრას რომ თურმე 170,000 სამუშაო ადგილი შექმნილა, თუმცა მათივე სტატისტიკის მონაცემებით ხედავთ რომ 170,000 თუ შეიქმნა, ორიამდენი გაუქმდა და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ინვესტიციები შემოდიოდა ქვეყანაში ომამდე, აგვისტომდე, რუსეთის აგრესიამდე, მაგრამ უმუშევრობა რჩებოდა მთავარი პრობლემა, დასაქმების პროცენტი და კოეფიციენტი არ იზრდებოდა. აქ დასკვნა ნათელია, ესე იგი შემოსული ინვესტიციები მიდიოდა
მთავრობის წარმომადგენელთა ჯიბეებში და არ ხვდებოდა ხალხს. ეს ცხადზე უცხადესია. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სხვა ტყუილიც. მთავრობის პოლიტიკა ჯამში არის ასეთი. ეს ბოლო ხანებში. რაც არ უნდა უთხრათ, გეთახვევენ კი გაუარესდა, ვერაფერი ვერ შევძლებთ, მაგრამ ვიცით და გამოვასწორებთ. ჩვენ მე მგონი მოსახლეობაც, ოპოზიციაც, ყველა ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, არათუ დავიღალეთ ამ ტყუილებით, არამედ გახდა მოუთმენელი და ამიტომ საჭიროა ხელისუფლების შეცვლა. მათი პოლიტიკით და სამთავრობო გადაადგილებებით და პროგრამის სახეცვლებებით სიტუაცია არ იცვლება და ვერც ვერაფერი მივედით თქვენს მოთხოვნებამდე, ასე ვთქვათ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც სამი ძირითადი მოთხოვნა ჩვენს ვთქვით დამაყურებელმა კარგად იცის. ნაწილმა ხელი არ მოაწერა, იგივე ნოღაიდელმა, ალასანიამ, იმ დღეს EDP-მ, ეროვნულმა ფორუმმა, ლეიბორისტებმა. როგორ აპირებთ მემორანდუმის მოთხოვნების შესრულებას და საკუთარი მიზნის მიღწევას? ანუ რა სტრატეგიას ირჩევს ამჯერად ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ მემორანდუმს ხელს აწერს და მოთხოვნებს აყენებს? ლეიბორისტები იმავე დღეს გამოეხმაურნენ ამ დეკლარაციას და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა მოთხოვნას. ალასანიამ ასევე პირდაპირ ეთერში წანა რომ სოლიდარობას უცხადებს ამ მოთხოვნებს და ის თავისი გუნდის გამოჩენა წარმოჩენის შემდეგ უკვე ამ კონკრეტულ საკითხებს ალბათ განცხადებას გააკეთებს. რაც შეეხება ნოღაიდელს, მე არ ვიცი, მე მგონი იგი არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ ორგანიზაციად, ამიტომ ყველა ვისაც რაიმე განსხვავებული აზრებს, მე მგონი არ არის რეგისტრირებული, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მე არ მივანიჭებდი ამ საკითხებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სხვა ალდაზე კიდევ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია შეიძლება შეიქმნას, ან ლიდერი გამოჩნდეს, ან ლიდერობის პრეტენზიის მქონე ადამიანი, ამაში არაა საქმე. საქმე იმაშია, რომ ოპოზიციური ნაწილის და რეალურად ოპოზიციური პოზიციების მქონე პოლიტიკური პარტიების უდიდესმა უმრავლესობამ, თუ ყველამ არა, ხელი მოაწერა ამ დეკლარაციას, მას შეუერთა საზოგადოების ძალიან სერიოზული ნაწილი და აქ არის ძალიან მარტივად დასმული საკითხი. ამ საკითხების და პრობლემების ცალკე მოგვარება ქვეყანაში არის შეუძლებელი, ვინაიდან ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის კონკრეტული საკითხების სწორად მოგვარებას. ეს იქნება დახმარება მოსახლეობისთვის, ეს იქნება ბიზნეს სისტემა, ეს იქნება უსაფრთხოების თემა თუ ნებისმიერი სხვა თემა. იმიტომ რომ სისტემა არასწორი და ამ სისტემას სათავეში უდგას ერთი კონკრეტული ადამიანი, რომლის თავშიც სამწუხაროდ ჩამოყალიბდა ეს არასწორი სისტემა და ასე მართავს ქვეყანას. სააკაშვილმა თავად განაცხადა ბოლო პრემიერის გილაურის წარდგენისას, რომ ჩვენთან ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ პრემიერები კურატორობენ გარკვეულ მიმართულებას მთავრობაშია. გესმით რა ხდება? ესე იგი პრემიერ-მინისტრი კი არ არის მთავრობის ხელმძღვანელი და მეთაური, რომელსაც ხელი მიუწვდება, რომ შეეძლოს გილაურს აყვავება ქვეყნის, მას ამის საშუალება არ აქვს, იმიტომ რომ მას სააკაშვილის მიერ მიჩენილი ექნება ძალიან კონკრეტული საკითხები და ამისი ქითის ვერ წავა. ესე იგი პრობლემა არის სააკაშვილში და ეს ადამიანი ჩვენ ისევ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, მე მაინტერესებს ის მოთხოვნები, რაც თქვენ დააყენეთ, როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას, იგივე რატომ უნდა გამოყვეთ ამჯერად ამომრჩეველი, ვთქვათ, იმიტომ რომ იყო ერთხელ ამის მაგალითი ვნახეთ ჩვენ იგივე ნოემბრის დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ მხარდასაჭერად, იგივე თქვენი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ საბოლოოდ მიზნის მიღწევა, რაც იყო ხელისუფლების შეცვლა მაშინაც ვერ მოხერხდა. იმ ეტაპზე და განვლილი ერთ წლის განმავლობაში ოპოზიციამ თავისი მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, სამაგიეროდ ხელისუფლებამ შეძლო თავისი მიზნის მიღწევა და ეს მიზანია დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ეს ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ტერიტორიები დაეკარგა, ასე გამოდის, ანუ თუ ოპოზიციამ ვერ მიაღწია თავის მიზანს, მაშინ ხელისუფლებამ მიაღწია თავის მიზანს, ხო? ჩაატარა ორი გაყალბებული არჩევნები, რის გამოც საქართველოს მიზანი ყოფილიყო, მაგრამ ბრძანეთ, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია. თავარი მოთხოვნა მაშინ იყო ბატონ დავით ხელისუფლების შეცვლა და მე იმიტომ და ეს ესე არ მოხდა. ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, სამაგიეროდ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თავის მიზანს მიაღწია. დღეს საქართველოს ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებით მიექანება კატასტროფულად ქვევით დემოკრატიის მაჩვენებლებით, თავისუფალი სიტყვის მაჩვენებლებით და ყველა მაჩვენებლებით, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ დიახ, გასული 1 წლის განმავლობაში სწორედ ხელისუფლებამ მიაღწია თავის მიზანს და ქვეყანა მიიყვანა ამ კატასტროფამდე. მიიყვანა იმ კატასტროფამდე, იმ ვითარებამდე, როდესაც ენგურხესთან დაკავშირებით ხელისუფლება გვეუბნება, რომ ესაა საიდუმლო მემორანდუმი, ვისთან? რუსეთთან. ახლა მე თქვენ ძალიან მარტივად გეკითხებით. გააცნეს იგივე, ვთქვათ, ვინც მოითხოვა მემორანდუმის შინაარსის გაცნობა, გავაცნეთ დღეს. ნიკა გილაურმა თქვა, რომ ოპოზიციამ მოხდა ოფიციალურად 15-ში შევიდა მოთხოვნის ქაღალდით, 16-ში დაადეს გრიფით საიდუმლო. ძალიან მარტივი ანალიზი აქვს საჭირო. რა არის საიდუმლო? საიდუმლო ისაა, რომელიც არ გვინდა გავუმხილოთ არა კეთილ მოსურნეს, ხო? მტერს.
გამოდის რომ პუტინს და სააკაშვილს აქვს რაღაც საერთო საიდუმლო, რომლის გამხელა არ შეიძლება ქართველი ხალხისთვის. ხედავთ სადამდეა მისული დიახ ამ ხელისუფლების მიერ საკუთარი მიზნების შესრულება. აქ ბატონ ბენდუქიძეზე იყო საუბარი, ესე იგი მისი საქმენი საგმირონი ახლა როგორც ჩანს განზრახულია რომ შვიდად და წყნარად გააპარონ ხელისუფლებიდან. ადამიანები რომლებიც ხელისუფლების რიგებში შესაძლოა დარჩეს ეგრე სახელმწიფო. ესე იგი ადამიანები რომლებიც პრინციპების და შეხედულებების გამო ტოვებენ თანამდებობებს, დღეს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონ ვიქტორ დოლიძეს უწოდა და მოღალატე რომ ეს ღალატია დღეს თანამდებობის დატოვება. ესე იგი ვინც პრინციპის და შეხედულების გამო დატოვებს ხელისუფლებას, ის არის მოღალატე და ვინც უპრინციპობის და მონური მორჩილების გამო ბოლომდე გაყვება ამ უსულში ხელისუფლებას, ისინი არიან პატრიოტები. იქ თვართვები საუბარი იყო რომ ორი თვის წინ ყველა ელჩი იყო გათავისუფლებული და ამ კონტექსტში გაკეთეს კომენტარი, თუმცა ყველა ელჩის გათავისუფლება ეს იყო კიდევ ერთი საქვეყნოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის მოჭრა საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, რომ როდესაც ჩვენმა სახელმწიფო და ახლა დანიშნულმა მინისტრმა უპრეცედენტო ამბავი გააკეთა. უპრეცედენტო რამ თქვა, რომ ყველა ელჩი გამოწვეულია ყველა ქვეყნიდან და გათავისუფლებთან აქ საქართველოში მყოფი დიპლომატები ქალბატონო მე პირადად სიცხვილით საწავსულიყავი არ ვიცოდი. როდესაც ამ თემაზე უბრალოდ იყვნენ გაოგნებულნი, რომ ეს რა ხდება. ასე რომ კიდევ მეტი და კიდევ უარესი პრობლემა რას გვემბრძანება. გასაგებია ელჩების თემა ვახსენეთ, შესაბამისად არ შემიძლია არ გკითხოთ იგივე ირაკლი ალასანიაზე, თქვენ თავად თქვით რომ ცალ-ცალკე მიზნების მიღწევა გაგუჭირდებაო რამდენიმე წუთის წინ. რატო ვერ მოხერხდა ალასანიასთან შეთანხმება თქვენი ალიანსის ლიდერობაზე? თქვენ რომ კონსულტაციებს მართავთ იგივე ყველა პოლიტიკური ძალა მასთან, ეს ცნობილია, იმიტომ რომ იყო საუბარი რომ თითქოს ახლები რესპუბლიკელების ალიანსი საგანგებოდ ალასანიასთვისაც იქნებოდა, ასეც ამბობდნენ. ბევრ რამეს ამბობდნენ. იგივე თქვენი პარტიის წევრები ამბობდნენ რომ ალასანიას ლიდერად განიხილავდნენ და თქვენ. ბევრ რამეს ამბობდნენ და დღესაც ამბობენ. ჩვენი პარტიის გარშემოც, ალიანსის გარშემოც, ბატონი ალასანიას გარშემოც. მინდა გითხრათ რომ რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ამ თემაზე დღემდე მომისმენია და წამიკითხავს 10-დან 9 სამწუხაროდ არ შეებარება სინამდვილეს. პირველი ჩვენ ალასანი არასოდეს მოგვიწევია ლიდერად და ამას მაგრამ იყო საუბარი რომ შესაძლოა ის გამხდარიყო ლიდერი. ამაზე თქვენ თავად საუბრობთ ბატონ დავით და თქვენი ალიანსის წევრები. ჩვენ სულ ყოველთვის საუბრობდით რომ ჩვენ შევქმნით ალიანსი ახალ მემარჯვენეებთან და ჩვენ დაინტერესებული ვართ საიმედო პარტნიორებით, ისეთი პარტნიორებით, რომლებთანაც აღმოგვაჩნდება საერთო ხედვა ქვეყნის მომავლის, ქვეყნის გადარჩენის. მე მინდა გითხრათ რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია, რომ ეს მცდელობა იყო და ვერ შედგა, რომ ჩვენ ვერ შევძელით პარტნიორული ურთიერთობებს. არასწორია რომ ვერ მოხერხდა, სწორია ის რომ ხერხდება. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან სერიოზულად და საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ჩვენი მუშაობის ძალიან სერიოზულ შედეგს და ეს იქნება სწორედ ოპოზიციური საქმე სახელმწიფო ლაპარაკის ნაცვლად იმ პარტნიორების მონაწილეობით და თანადგომით, რომლებიც თქვენ ახსენეთ და რომლებიც ეხლა არ გიხსენებიათ, მაგრამ სწორედ ჩვენ ერთად ძალიან მალე ჩვენი სერიოზული მუშაობის და სერიოზული მზადების შედეგს დავანახებთ საზოგადოებას და გაჩვენებთ თქვენ. თქვენს ალიანს, ანუ შესაძლოა ისევ ალასანია იყო. ჩვენში გულისხმობ ალიანს, ჩვენ ალასანიას და მის გუნდს ვუყურებთ როგორც ძალიან სერიოზულ ხალხს. გამოცდილ შესაძლოა ალასანიას საერთო ლიდერი გახდეს ოპოზიციის, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ ზოგადად საერთო ლიდერის არსებობას არ ეთანხმებით, იმიტომ რომ თვლიდით, რომ თქვა ამან არ გაამართლა. მე მაგალითად არ ვიქნებოდი დიდად აღფრთოვანებული, თუ მე და ბატონ ნოღაიდელს ერთი ლიდერი აღმოგვაჩნდებოდა. ნოღაიდელი იმიტომ ახსენე, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის ყველაზე უარესი შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, როდესაც ოპოზიციაში თუ მოიაზრება ყველა იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული 100-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია, ამათი საერთო ლიდერი არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამასთანავე წარმოუდგენელი და აუცილებელია იმ პოლიტიკური ძალების დიახე გაერთიანება და საერთო ლიდერი, რომლებსაც აქვთ გეგმა ქვეყნის გადარჩენის. გეგმა სოციალური პოლიტიკის სფეროში და არა ის დემაგოგია, რაც ხეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე მოსახლეობისთვის დახმარება ეს ერთი თემაა და ბიზნესისთვის დახმარება მეორე. ის რომ ოპოზიციის გეგმას გესაუბრებთ, რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება, კონკრეტულად რა საქმეს გულისხმობთ? ანუ ეს მიზნების მიღწევას გულისხმობთ თუ იმიტომ თქვენ თქვით რომ ცოტა ხანში საზოგადოება დაინახავს რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ოპოზიცია გააკეთებს. საზოგადოება დაინახავს უკვე გაკეთებულ საქმეს. ეს იქნება ის ძალიან ძლიერი, ძალიან სერიოზული, ძალიან კომპეტენტური პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც ექნება პოტენციალი არა მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის,
სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, არამედ ამ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების და მართვის, რომელსაც ექნება უპირობო განცდა იმისა, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონით და არა პრეზიდენტის ვინც არ უნდა იყოს ის კაპრიზებით, რომელიც დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იმას, რომ ტელევიზიების საქმიანობაში ერეოდეს არავინ გარდა ჟურნალისტების და რედაქციებისა, ჩვენ გვაქვს და გვექნება და ამას გამოვაცხადებ ძალიან სერიოზული ეკონომიკური პროგრამა, იმიტომ რომ ამ ვითარებაში ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი წინაპირობაა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გვექნება სწორი პროექტები და არა ისეთი, როგორც ჰქონდა ხელისუფლებას 500 მილიონი ევრო, რომელიც ვისესხეთ ჩვენ ევრობონების სახით, რომელიც ჩვენ კისერზე დაგვაწვა და სად წავიდა 500 მილიონი ევრო ჩვენ არ ვიცით. აღარაფერს ვამბობ შიგნით ჩვენივე ბიუჯეტის არასწორ ხარჯებზე. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული პროგრამა დასავლური ინტეგრაციის, ევროპული ინტეგრაციის და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ხედვები, როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა რუსეთთან და როგორ უნდა შეწყვიტოს საქართველოს იმ როლში ყოფნა, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე იმ ამბიციას და იმ პრეტენზიას, რომ სოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორია რუსეთი, თუნდაც ეს დაგვიჯდეს საკუთარი ქვეყნის დაკარგვის და განადგურების ფასად. ჩვენ გვექნება ყველა ეს პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებელ, ამის შემძლე ამის უნარის მქონე გუნდს დაინახავთ ძალიან მალე. შევლენ თუ არა ამ გუნდში ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, იგივე გულისხმობ ბურჯანაძეს, ნოღაიდელს, იმიტომ რომ თქვენ მემორანდუმიდან სხვადასხვა ამოიღეთ მეოთხე პუნქტი, თქვენ კონკრეტულად ბატონ დავით არ გულისხმობ, მაგრამ ოპოზიციის მნაწილმა, ვინც ამას ხელს აწერდა, სადაც იყო საუბარი, გამოცხადებული იყო მორატორიუმი ერთმანეთის კრიტიკაზე ოპოზიციაში. ეს ხომ არ გაუქმდა სწორედ ამ ყოფილი მაღალჩინოსნების გამო. ბოდიშის მოხდით, მაგრამ მაინც გითხრათ, რომ კვლავ არასწორი ინფორმაცია გაქვთ როგორც ჩანს. ამ მემორანდუმში არანაირი მეოთხე პუნქტი არ ყოფილა. ოსტოში მანამდე იყო საუბარი, რომ დამატებული იყო ესეთი პუნქტი და გამოცხადებული იყო მორატორიუმი ოპოზიციის. აი ამ დეკლარაციასთან რაც კიდევ გვერდში წინ და რასაც ხელმოვაწერ, მე გეუბნებით, რომ არც ერთ ეტაპზე და მაშინ ახლა უბრალოდ დამაჯერებლობისთვის გეტყვით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც მე პირადად ჩემს კომპიუტერზე შევქმენი. მესმის, თუმცა ისიც რომ ითქვა, რომ ბესელი ამაწაღია, რომ მისი მოთხოვნით მოხდა ამ ასე ვთქვათ, არაპუნქტი შეიძლება ამ დეკლარაციიდან, მაგრამ ამ მოსაზრების ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით ეს საუბარი არ ყოფილა. ამასობაში ოპოზიციურ წრეებში არის ძალიან ბევრ საკითხზე კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს საუბრები საარჩევნო კანონმდებლობის თაობაზე, ჩვენ გვაქვს საუბრები საერთაშორისო თემებზე, საგარეო პოლიტიკაზე, ოპოზიციურ ურთიერთობებზე. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალებს შორის თუ ლიდერებს შორის შესაძლოა ამ თემებზეც იყოს საუბარი, ისე როგორც ძალიან ბევრ სხვა თემაზე, მაგრამ კონკრეტულად ამ დეკლარაციასთან დაკავშირებით ეს საკითხი ამ ტექსტთან დაკავშირებით არ დასმულა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით. შესაძლოა ამ ტექსტში არ იყო, მაგრამ უბრალოდ ვიკითხე, რომ აი ამ ასე ვთქვათ შეთანხმების გაუქმება, თუ ეს იყო შეიძლება კონსულტაციების საგანი, მაგრამ ამაზე კომენტარებიც კეთდებოდა, ხომ არ უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნების ვთქვათ გამოჩენას ოპოზიციაში, თქვენ ამდენჯერ უკვე ნოღაიდელი ახსენეთ ასე ვთქვათ კრიტიკულად. ახსენეთ და ამიტომ მე ნოღაიდელი ვახსენეთ, რომ ისიც დავამატე, რომ იგი არაა ყველაზე უარესი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თავისთავად დებატებში და პოლიტიკურ ურთიერთობაში კორექტულობა და ელემენტარული ზრდილობის და ეთიკის ნორმების დაცვა, ჩემი აზრით ეს არის ის აქსიომა და ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ჩემთვის პირადად არც ერთ ვითარებაში არ ექვემდებარება რაიმე კითხვის ნიშანს. მე მზად ვარ დღესაც ნებისმიერ ტექსტს და ნებისმიერ დოკუმენტს თუ კი ეს პუნქტი იქნება, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კორექტულობა ერთმანეთთან ურთიერთობაში, ხელი მოვაწერო და კორექტულობაში იგულისხმება რა, ჩვენ გვინდა საქმიანი საუბარი, ჩვენ გვინდა საქმიანი დებატები, ჯანდაცვის პრობლემებზე ვდებატობთ, წამლის ფასების გაზრდაზე ვლაპარაკობთ, დევნილების პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ამაზე ვილაპარაკოთ და მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენ საუბარს და დებატებს აზრი და მე არ ვარ მომხრე არც ყოფილ მაღალჩინოსნებთან, არც მომავალ ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ძალიან ბევრი იქნებიან ამ ქვეყანაში უახლოეს ხანებში, კონდეს პოლიტიკურ დებატებში რაიმე სხვა მიზანი დამოცანა. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, სამართალი და კანონი და მართლმსაჯულება უნდა იყოს კაცრი, უნდა იყოს სამართლიანი და ვის რას მიუძღავს სამართლიანი სასამართლო, რომელიც მხოლოდ ამ ხელისუფლების შემდგომ არის შესაძლებელი, ამას მომავალი გვაჩვენებს. ბატონო დავით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ბოლო კითხვა მაინც მინდა დაგისვათ, თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობთ რამდენიმე დღის წინ, თქვენმა ალიანსმა ბრიფინგიც გამართა და წარმოადგინა, ვთქვათ, საკუთარი, ასე ვთქვათ, ხედვა საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მაინც თუ განიხილავთ თანამშრომლობას ხელისუფლებასთან უფრო მჭიდროდ, იმიტომ რომ იგივე საარჩევნო კოდექსი ამარსებულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. ჩვენი ისტორია, ქალბატონინო, ძალიან ბევრ ამას გვასწავლის, 20-წლიანი ისტორია.
და გვასწავლის იმასაც, რომ ძალიან მოკლედ, რომ პარლამენტებს არჩევნებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები სამწუხაროდ მიუღიათ არა პარლამენტ შიგნით ნორმალური და ესეთი შვიდი განსჯის პროცესში, არამედ რაღაცა პროცესების ფონზე. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ის ილუზია, რომ ელემენტარულ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც ჩვენ ამ ჩვენს კონცეფციაში ვდებთ, ეს იქნება გაზიარებული იმ ბატონების მიერ, რომლებიც აქ იყვნენ. მონაწილეობა შემოგთავაზად პარლამენტის თავმჯდომარებს, სრულიად და პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადოდ, ჩვენ თვლით, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია კონსულტაციები პოლიტიკური პარტიების დონეზე. იმ დონეზე, სადაც ნაციონალური მოძრაობა, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, თუ ექნება სურვილი, შეუძლია იჯდეს მაგიდასთან და თავისი მოსაზრებები თქვას, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით თანახმად. ანალოგიური შემოგთავაზად ხელისუფლება. არა, ხელისუფლებამ შემოგთავაზა, მოდით პარლამენტშიო, ჩვენ ვიქნებით ამ სამოსავალო ჯგუფების ხელმძღვანელები, ანუ გავიმეოროთ ისო, რაც ჩვენ 17-ჯერ გავიარეთ ამ ქვეყანაში, მათ შორის შაშან გაზაფხულზე. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას თუ რაიმე მოსაზრებები აქვს, დაბრძანდეს მაგიდასთან, თქვას თავისი მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით თანახმა იმ მოდელზე გადაწყვეტილებების მიღების, როდესაც ერთ პარტიას შეიძლება დაბლოკოს ეს ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან ნორმალური და ძალიან კარგი ურთიერთობები ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან, ვისაც საარჩევნო საკითხები აინტერესებს და უახლოეს ხანებში საერთო შეჯერებული პოზიციებითაც წავსდგებით საზოგადოების წინაშე. ამ რამოდენიმე დღის წინ ეს იყო ალიანსის პოზიციები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ დრო უბრალოდ ამოიწურა ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო რესპუბლიკური პარტიის უბრალოდ დაახლოებით რესპუბლიკების ალიანსის ლიდერი დავით უსუფაშვილი. ასეთი იყო თოქ-შოუ პოზიციის პირველი გადაცემა 6 თებერვალს პარასკევს საღამოს. თქვენ ჩვენს სტუდიაში მოისმინეთ განსხვავებული პოზიციები კვირის თემებზე და მოვლენებზე, ასევე გაეცანით ახალი პრემიერ-მინისტრის სამოქმედო პროგრამას, თუ როგორ აპირებს ის ქვეყნის მთავარი გამოწვევების დაძლევას და აქვე ჩვენს ეთერში პირველად შევიტყვეთ ერთი ახალი ინფორმაცია და ის რომ პირველი საკადრო გადაწყვეტილება ნიკა გილაურის იქნება ის რომ კახა ბენდუქიძეს პოსტის დატოვება მოუწევს. ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს ისევ ამ სტუდიაში შევხვდებით. დიდი მადლობა.